დარღვევები კონსტიტუციური მოთხოვნების, რომელიც მოხდა არჩევნების დროს, არჩევნების შემდეგ, ის ფაქტი, რომ პირველი პარლამენტის პირველი სესია, რომელიც შემიძლია მოვიწვიო მხოლოდ მე, მოიწვია თავმჯდომარემ პარლამენტის, რომელიც არ იყო ამ დროს თავმჯდომარე და იგი არ იყო აღიარებული კონსტიტუციის მხრიდან და არ იყო მიცემული დრო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ ყოფილიყო ის არჩევნები განხილული, რომელიც ჩვენ შევიტანეთ და პირველი რომ ესეც კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, რომ ეს მომხდარიყო პარლამენტის პირველი სესიის წინ და 28 ნოემბერს გამოცხადება როდესაც და პრემიერ-მინისტრს არ ქონდა ლეგიტიმურობა, არ გააჩნდა ლეგიტიმურობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არჩევნები და მანდატიც არ გააჩნდა ამ განცხადებისთვის.